მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ახალი სიახლით მოვედი კიდევ. მე დღეს სახის ნიღაბი მინდა შემოგთავაზოთ. რისთვის არის კარგი ეს სახის ნიღაბი? ეს სახის ნიღაბი არის ზედაპირული მკვდარი უჯრედების გასაცოცხლებლად, ლაქების მოსაცილებლად და სახის ფერის გასათეთრებლად. დავიწყოთ. ჩვენ ამ ნიღაბისთვის დაგჭირდება სულ 3 ინგრედიენტი. მე არ ვიცი როგორ ჩასმენთ და განახეთ. ხონდა მე კიდევაც თქვენთვის ეს გამოწვეული მაქვს უკვე ეს არის ალოე ვერა. ალოე ვერა თქვენთვის გამოწვეული მაქვს უკვე. აი უყურეთ. ალოე ვერა. ეს არის ბრინჯის ფქვილი, რომელიც იცით რომ აკრიალებს ზედაპირულ სახეს. აი უყურეთ, ერთი შევსობილი და მეორე. ამ ყველაფერს მოვურევთ და ერთსას მაწონს. თუ არა ჟანი გაქვთ, სმეტანა გაქვთ, სმეტანაც შეიძლება. ერთ ნახევარი უყავით, თუ დაგჭირდება ისევ დავამატებთ. მოვურევთ კარგად. ესე იგი რა უყავით? ალოე ვერა, ბრინჯის ფქვილი და მაწონი. დავიწყოთ. რა თქმა უნდა, სახეს, სუფთა სახეზე ეს არის ჩემი გამოხდილი ვაშლი, ის უკაცრავად ვარდის წყალი. თვალებთან ახლო არ მივდივართ. ესე იგი, ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, რომ ერთ სახეს ყოფნის даже დეკოლტეც რო ჩათვალოთ, დეკოლტის ჩათვლით. ესე იგი, ეს ნიღაბი რას შველის? კვირაში ერთხელ შეიძლება წაისვათ. თბილი წყალი მე მომზადებული მაქვს და არ მინდა რომ თქვენგან განცალკავებოთ და ჩამოვიბანო. მე ყველაფერს აქვე გავაკეთებ, რომ თქვენ დაინახოთ რა ხდება, რას გააკეთებს ეს ნიღაბი. საერთოდ ნიღაბი 20 წუთი კეთდება. იბანება თბილ წყლით. მე აღარ წავისმევ დაბლა, მთლიანად დეკოლტის ჩათვლით შეგიძლიათ ეს ნიღაბი წაისვათ. ჩვენ დავიწყეთ, სანამდე ეს ნიღაბი მექნება, დავიწყეთ ნიღბების გაკეთება, საუკეთესო ნიღბებს შემოგთავაზებთ, ნატურალური პროდუქციით, რა თქმა უნდა.
ამის შემდეგ გვექნება ძალიან კარგი ნიღაბი თაფლით და ბრინჯის ფქვილით საოცარი ის არის მივყვებით ყოველთვის და ყოველთვის ახალ შემოგთავაზებთ რაც პირადულად გამომიცდია რაც უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვისაც და თქვენს კმაყოფილები დარჩებით და მეც კიდე კმაყოფილი რომ თქვენ რაღაც ცოდნას გადმოგცემთ ჩემ ცოდნას მინდა კიდე ახალი ამბავი გაგითხრათ, გაგიზიაროთ. მე ონლაინ სწავლებას მოსწავლეებზე ვაპირებ ჩემი პროფესიის გადმოცემას. სწავლება 1 სექტემბერს დაიწყება. არის ხალხი შევსობილია, ცოტა ადგილები დარჩა. 1 სექტემბერს დაიწყება ეს სწავლება. გადმოგეცემათ ურენოვანი სერტიფიკატი და ჩემი საავტორო წიგნი, რომელიც გაყიდვაში არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მოწაფეებისთვის იქნება. თუ იმეს სურვილი გექნება, პირადში მომწერეთ. 1 სექტემბერს უკვე აღარაფერი უკვე შედგენილი იქნება ჯგუფი. სულ 20 კაცის ჯგუფს ვაკეთებთ. იმიტომ რომ გქონდეს იმდენი დრო, რომ სათითაოდ ყველას შეკითხვებს გავცე. ეს კოსმეტოლოგია ისეთი დარგია, მარტო სწავლება არ არის, ყოველდღიურად თქვენ თვითონ პრაქტიკაში იმდენი შეკითხვები დაგიგროვდებათ და მე რომ ბევრი ბავშვები ავიყვანო სწავლებად, ვიცი რომ ამას ვერ შევძლებ და ამიტომ მინდა 20 მოსწავლე ჩემთვის საკმარისია სწავლებისთვის. ჩათვალე რომ ამ კურსს დაამთავრებს თუ არა, დამოუკიდებლად შეუძლია გავიდეს და მუშაობა დაიწყოს. იმიტომ რომ მე ყოველდღიურად კონტაქტში ვიქნები თითოეულ მოსწავლესთან. არ გეგონოთ სწავლა დაამთავრეთ და აქ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. არა, მაშინ იწყება ზუსტად, როცა დაამთავრებთ და როცა ახალ საფეხურებს დაიწყებთ. მე მზათა ვარ ყველაფრისთვის. ხო მე დავიწყებ უკვე ნელ-ნელა ამ სახის ჩამოწმენდას. თბილი წყალი მოვიტანე, რომ თქვენთან ერთად გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩემთვის ჩემო მეგობრებო, ონლაინ გაკვეთილები, ონლაინ ლაივების ჩართვა პირველი ნაბიჯებია. თქვენთან ერთად მეც ემოციებში ვარ. თუ რამე რაღაცა მე შემეშალა, მე წინასწარ ბუდიშს გიხდით. მაგრამ ვიცი, რომ ცოდნაში არაფერი შემეჩნდება. პრაქტიკა იმხელა მაქვს, თორე ამხელა რამეს არ გავრისკავდი და არ გავაკეთებდი. ვიწმენდავთ სახეს. აი დღეს რო გავაკეთე ეს მასკა, მე კიდე როდის შემიძლია, დღე შემიძლია ამ მასკის გაკეთება. თბილი წყლით ვიწმენდავ. საერთოდ როცა მასკას ჩამოიწმენდავთ, აუცილებლად თვითონვე უნდა გაშრეს, რომ გაჭიმა დაიწყოს კანმა, მოგეწონოთ. ალოე ვერა საუკეთესო პროდუქტია სახის კანისთვის. მთლიანად აცოცხლებს კანის სტრუქტურას. დამერწმუნეთ თქვენ თვითონ. აი ერთი კვირა სხვადასხვა ის რო გაიკეთოთ, ნიღბები რო გაიკეთოთ, ყოველთვის შეცვლილი ნიღბები უფრო უკეთესია, ვიდრე ერთი და იგივე ნიღაბი მოგეწონათ და ის ნიღაბი იმეოროთ. სწავლება როგორ იქნება, რა შეისწავლის თითოეული მოსწავლე? თითოეული მოსწავლე შეისწავლის ანატომიურად კანის სტრუქტურას, როგორ უნდა გაიგოს, თუ როგორი კანი აქვს კლიენტს რა მოუვა, როგორ უნდა მიხვდეს რა, რომელი გამონაყარი რა, აი გამონაყრით მოვიდა და გეუბნებათ. თქვენ ახლა ეგრევე ხო არ დაიწყებთ და
გამონაყრის წამალს არ მისცემთ, არა, ეს არასწორი იქნება. აუცილებლი უნდა გაესაუბროთ ეს თქვენი აი ჩათვალეთ, რომ გამოცდაზე რო ხართ და სადღაც პატარა შპარგალკა შეიტანეთ. იგივეა. აი უყურეთ, მე თქვენთან ერთად ვაკეთებ მე ყველაფერს. არ გეგონოთ ემიგრაციაში ვარ, მე მოვადუნო ეს ჩემი ცოდნა და თქვენ არ გაგიზიაროთ, არა. მე სულითა და გულით ხორცში მაქვს გამჭდარი ეს პროფესია და მინდა რომ თვითონს გადმოგცეთ. როგორც 61 წლის ადამიანი 62 წლის ხდები, მე ხო ჩემს სახეს არ ვენდური. მით უმეტეს ემიგრაციაში 6 წელია ემიგრაციაში ვარ. არ შეგეშინდეთ. ნამდვილად აი ხო მე ჩემი ვიდეოს ძალიან ბევრი ჩემი მომხმარებელი ნახავს, ჩემი მორჩენილი ადამიანი ნახავს. აკნეს პოსტ აკნეს დანატოვრებს. იშვიათად თუ ადამიანმა მარტო ემხელებით და იმით თავის საცხებით მოარჩინოს. მე ვარ ის ადამიანი ზუსტად რომელსაც უბრალოდ ბუსუსი არ დაუტოვე და ესეთი ხალხი მოვარჩინე. მე არ ამცხენია ჩემი სიტყვებისთვის. მე იმ სიხარულს თქვენს გიზიარებთ, რომ მე თვითონ არ მიცვნია ჩემი მორჩენილი კლიენტები რომ მოსულან და ეს როგორ მოხდა რომ ეს ერთი მასში ესე მოვარჩინე, ესე მე მაგარ მომცა ეს ბიძგი რომ მე თითოეულ შეგასწავლოთ. მე არ მეშინია. მე ჩემი ასაკის სწავლებით მოვდიოდი, მართლა გაამართლა 6000 რეცეპტზე მეტი მაქვს, მაგრამ მე იმ ძველმა უფრო გამიმართლა. არაფერს არ მიტყოდა. არ არის ისე რომ მაგალითად მორჩეს ადამიანი, მე არ მეშინია ჩემი სიტყვების, მე მიყურებს ის მორჩენილი კლიენტები, რომელიც ბედნიერებით სავსე თვალებით მიდიოდნენ ჩემგან, რომ აი მორჩი და მორჩა კიდევ სულ უნდა იხმარო ჩემი მასი. არა, იქ მთავრდებოდა ყველაფერი, თუ რომელიმე პროდუქცია მოსწონდა, იმას აგრძელებდა და ამით მთავრდებოდა. დამიჯერეთ, აი ესე შეგასწავლით, როგორც მე ვიცი, როგორც ჩემი პრაქტიკიდან არის ყველაფერი და მე გამოვცადე ყველანაირად. ვიწყებ მასკებით სექტემბერში, ჩვენი ჯგუფი, დახურული ჯგუფი იქნება, 20 მოსწავლით არის, 9 ადგილი მაქვს დარჩენილი, დანარჩენი შევსობილია, 11 ადამიანი ვართ. სექტემბრის ბოლომდე კიდევ დრო გაქვთ, ვინც მოიფიქრებთ. ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა, ჩემი საავტორო წიგნი, რომელიც გაყიდვაში არასოდეს არ იქნება. მე სულ ეს უნდა მეთქვა, ჩემი სახე დაინახეთ მასკის შემდეგ როგორ არის, არავით არ იმკვებავი, არავით არის არაფერი და ნახეთ, გადაკრიალებულია ხელი რო წავისვე, მე თვითონ სიამოვნებს. აბა მეგობრებო, გელოდებით, ვინც მენდობით, ვისაც გინათ ეს ამ პროფესიის ჩემსავით შეყვარება, მომყევით და ნამდვილად უკმაყოფილები არ დარჩებით, გემშვიდობებით. მეორე ნიღბამდე.